ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ ღია კარის დღე გამართა, სადაც სოფლებისა და კონკრეტული პიროვნებების პრობლემები მოისმინეს. ღია კარის დღეზე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს საშუალება მიეცათ გამგებლის, საკრებულოს თავმჯდომარისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების წინაშე სოფლებისა და საკუთარი ოჯახის პრობლემებზე ესაუბრათ და მათგან რეაგირება მოეხდინათ. სოციალური დახმარებები, გაზიფიცირება, შიდა გზებისა და სტადიონების მოწესრიგება, ხმლათესვის სამუშაოების დაჩქარება. ეს იმ პრობლემების მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც გამომცდელებმა ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე ისაუბრეს. საკრებულოს აპარატმა ღია კარის სხდომაზე დასმული საკითხები აღრიცხა, რომელიც მალე საკრებულოს ბიუროს წარედგინება. ბიურო კი განსახილველად შესაბამის კომისიას გადასცემს. სოფელში გაზის გაყვანა, რომელიც დაიწყო და ცენტრალური მილი გასულია და სოფელში პრობლემა ყოველთვის ძალიან ბევრია. შევეცადოთ რაიმეთი დავეხმაროთ რაიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და შევეცადოთ რომ ჩვენი იდეები მივაწოდოთ. თუ კი რამეთი შეგვიძლია დავეხმაროთ, ალბათ ეს აზრია ამ ღონისძიებაში, ამ შეხვედრაში. პირველად ისტორიაში ჩატარდა ღია კარის დღე, რომელიც არის ძალიან კარგი ინიციატივა მოსახლეობასთან შეხვედრის კუთხით და რაც შეეხება რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფორმატი არის პირველი და შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ რომ გაგრძელდება მიეჩვევა მოსახლეობა ზოგადად ცივილიზებული ფორმით მოხდეს ურთიერთობა ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრი რიგი პრობლემა, რომელიც შეიძლება ყოველთვის ჩვენთან არ მოდიოდეს, ეს არის ძალიან დიდი საშუალება იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები ყველა იმ პრობლემაში, რომელიც მოსახლეობას უდგას.